ჩვენ ახლა ვუბრუნდებით პარლამენტს, სადაც ამ წუთებში მსჯელობენ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, სხდომებს მოქმედი მინისტრები და კანდიდატები ესწრებიან. დღის მეორე ნახევარში ისინი უმცირესობის წევრებს შეხვდებიან. თემას ქუთაისიდან თეონა ხარაბაძე განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში დილიდან მიმდინარეობს მინისტრობის კანდიდატების სამთავრობო პროგრამების გაცნობა, უკვე მოხდა მათი პროგრამების წარდგენა რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე, საგარეო მიმართულებით მინისტრებმა ისაუბრეს ყველა იმ დეტალზე და საკითხზე, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. ევროინტეგრაციის მინისტრმა დღეს ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობას უკავშირდება, ასე უელსის სამიტზე. დღეს ალექსი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში დატრელებული ტრაგედიის გამო. მინისტრმა განაცხადა, რომ ბოინგის ჩამოგდება უტოლდება 11 სექტემბრის ტერაქტის ფაქტს. სამოქმედო გეგმის მიღებაზე ყოველთვის პირველივე დღიდან, პირველივე საათიდან ვამბობდით, რომ არ შევქმნით გადაჭარბებულ მოლოდინს და იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ რეალისტური სურათის წარმოჩინება, რაც გვექნება. ყველამ კარგად იცის, ყველაზე ძლიერმა ოპონენტებმაც კი ჩანსაბმა ოპონენტებმაც კი ძალიან კარგად იციან თუ რა განაპირობებს რეალურად იმ საფეხურების გავლას და იმ ტემპს, რომელიც დღეს არის შემოთავაზებული. ხსენებათ, რომ წინა მინისტრმა მოუხსნა ძეგლის სტატუსი და სასამართლო გადაწყვეტილებით ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება, რა აზრი გაქვთ ამ მიმართულებით. მეორე კითხვა ეხება იმას, რომ წინა წელს 12 წელს მაგალითად იყო ასე ვთქვათ კამპანია, რომ კონცერტებისა და ფესტივალების დაფინანსება ასე ვთქვათ არ არის პრიორიტეტი და ამ მიმართულებით 20 მილიონი მოიხსნა. ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ტკივნეული თემა არის. მე უწრფელად ეჭვმეპარება, რომ აი ახლა ამ წუთას ჩემგან ვინმე ელოდება პრაქტიკული, კონკრეტული უпростоრად რეცეპტების მოსმენას, თუმცა როგორც მოქალაქე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც აუღნიშნე ჩემს სიტყვაში ძალიან კარგად მესმის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და რეაბილიტაციის, იმავე დროს ძალიან კარგად მესმის მნიშვნელობა ინვესტიციის ქვეყნისთვის. სამთავრობო პროგრამები წარმოადგენს ძალოვანი მინისტრების წარმომადგენლებად ირაკლი ალასტანიამ, ალექსანდრე ჭიკაიძემ, იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა დეტალურად წარმოადგენეს ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებასაც აპირებენ და რომელიც უკვე განხორციელებული არის სამინისტროში. ხოლო სახჯელ აღსრულების მინისტრობის ახალმა კანდიდატმა მღებრიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ თემებზე, რომლის განხორციელებასაც ის უწყებაში მოსვლის შემდეგ გეგმავს. თანამდებობაზე დაინიშნა 80 დაწინაურდა 2200 და სასწავლებლად გაიგზავნა 400. სრული ასაკი გაუგზავნა 50. ანტიკორუფციული ტრეინინგები თანამშრომლებისათვის გარდა სისტემატიური კორუფციის რისკების შესამცირებლად თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ანტიკორუფციული ტრეინინგები, რომელიც აგებულია ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების კურსის პროგრამაზე. ასევე განხორციელდება სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის შემდგომი განვითარება. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ახლად ჩამოყალიბებული სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ სისტემაში მოხდება სარეაბილიტაციო პროგრამების შემდგომი განვითარება. პროგრამებით განსაზღვრული სერვისები მიეწოდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირებსა და პრობაციონერებს. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი არის ბიუროს სხდომა, რომელზეც ხვალინდელი დღის წესრიგი უნდა დაამტკიცონ. ხვალ პარლამენტში ნდობას გამოუცხადებენ მთავრობას, ამისათვის კი საჭირო არის 76 ხმა.